20 მილიონზე მეტ ადამიანს უდგინდება ავტვისებიანი სიმსივნე, 2 მილიონზე მეტი შემთხვევა მოდის ფილტვის კიბოზე. მეგაპოლისებშია უფრო მაღალი შანსი ფილტვის კიბოს განვითარების, სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო და 5-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან ავტვისებიანი სიმსივნით ავად, ვიდრე სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. რას აკეთებს სიგარეტი ეგეც, რომ ფილტვის კიბო შეიძლება გაჩნდეს სიგარეტის მწეულ ადამიანებში. სუნთქვის უკმარისობას ყველა სისხლიანი მინარევით, ტკივილი გუმკერდის არეში, წონაში მკვეთრი კლება, ძვლებში ტკივილი, სკრინინგი ამცირებს ფილტვის კიბოთის სიკვდილობის ალბათობას 20%. Რაღაცზე მიტარებთ ან ქიმიოთერაპიას, ან იმუნოთერაპიას, თუ ყველაფერი ამომაჭროს, რაც ამოსაჭრელი იყო. დღეს ფილტვის კიბოს ახალი დიაგნოზები თითქმის 20% გვხვდება ადამიანში, რომელსაც საერთოდ არ მოუწევიათ და მათი უმრავლესობა ქალია. Onko-პაციენტები, რომელთაც აქვთ ხარდაჭერა, სოციალური ის იქნება ოჯახის წევრისგან, მეგობრებისგან, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მაგალითად, ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში მიდიან სამკურნალოდ საქართველოს ნაცვლად. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რამდენად სანდოა